რაც ყველაზე მთავარია, სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა, რომ წინააღმდეგობის პლატფორმის არც ერთი პარტია არ მიიღებს მონაწილეობას თეატრ-ოკეანის საგამოძიებო კომისიის სხდომებში, არც ერთი მათგანი არ მივა პარლამენტში, არ უპასუხებს ქართული ოცნების კითხვებს და არანაირად არ ითანამშრომლებენ არალეგიტიმური პარლამენტის, არალეგიტიმურ კომისიასთან. სალომე ზურაბიშვილი აცხადებს, რომ ამ კომისიის მუშაობის მთავარი მიზანი არის ის, რომ ქართულმა ოცნებამ გაატაროს რუსული ინტერესები და გარდა ამისა ქართულ ოცნებას აქვს მოლოდინი, რომ ისინი მოახერხებენ საკუთარი პოლიტიკური ოპონენტების შეშინებას თუ ჯარიმებით ან დაჭერით საერთოდაც, თუმცა ზურაბიშვილმა განაცხადა, რომ ქართული ოცნების არავის არ ეშინია და არავინ აპირებს მათ არალეგიტიმურ საგამოძიებო კომისიის სხდომებში მონაწილეობის მიღებას. დავაფიქსირეთ კოორდინაციის პოზიცია, რომ არც ერთი აქ შემავალი პოლიტიკური პარტიები არ მიიღებენ მონაწილეობას ამ კომისიაში, რადგან ეს კომისია ერთის მხრივ არის სრულიად არალეგიტიმური, როგორც პარლამენტის მიერ, არალეგიტიმურ პარლამენტის მიერ შექმნილი და მეორეს მხრივ, იმიტომ რომ ეს კომისია ემსახურება მხოლოდ და მხოლოდ რუსულ ინტერესებს. ასევე ეს კომისია ემსახურება იმას, რომ დაითესოს შიში, ეხლა უფრო პირდაპირ მიზანში არიან აღებული პოლიტიკური ლიდერები, რომ ხალხთან გავრცელდეს ის აზრი, რომ ყველას მოგწდებით და ყველა ხართ სამიზნეში, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ ვინმე უნდა ამას დაემქვედებაროს და შიში გაავრცელოს. გარდა ამისა, დღევანდელი ბრიფინგიდან ცნობილი გახდა, რომ შეიქმნება საერთაშორისო კალენდარი, რომელსაც თვალს მიადევნებენ ოპოზიციური პარტიები. სალომე ზურაბიშვილთან ერთად შეიქმნება გარკვეული კოორდინაციის მექანიზმები, გაკეთდება ახალი სოციალური პლატფორმები, იმისთვის, რათა ოპოზიციას ჰქონდეს ერთმანეთთან სრული კოორდინაცია და გარდა ამისა, სწორედ ამ საშუალებებით ოპოზიციამ გამუდმებით საქმის კურსში ჩააყენოს ევროპელი პარტნიორები და ასევე სხვადასხვა ქვეყნების პარლამენტები, იმასთან დაკავშირებით რა ხდება ჩვენს ქვეყანაში, როგორი არის ოპოზიციის და სალომე ზურაბიშვილის სამოქმედო გეგმები და მათი პოზიციები. მათ შორის 7 აპრილს არის ჩანიშნული ევროპული საბჭოს სხდომა და ეს კოორდინაცია და ეს აქტიური კომუნიკაცია ევროპელ ლიდერებთან და პოლიტიკოსებთან მნიშვნელოვანი არის სალომე ზურაბიშვილის თქმით იმისთვის, რათა საქართველო კვლავ მნიშვნელოვან დღის წესრიგში იყოს. შევქმნით ერთიან საერთაშორისო კალენდარს იმისთვის, რომ ჩვენი პოზიციები დროულად იყოს მიწოდებული სხვადასხვა ლიდერებთან თუ პარლამენტებთან, როგორც კოორდინაციის პოზიციები, ეს არ იქნება ჩვეულებრივი ნიუსლეტერი, არამედ ჩვენი პოლიტიკური პოზიციების გაჟღერება ყველა ჩვენ პარტნიორებთან დროულად. პირველი ასეთი შემთხვევა არის 7 აპრილის სესია ევროპული საბჭოს ასამბლეისი, რომელზედაც ემზადებიან პოლიტიკური პარტიები და იქაც ადგილზე მიმდინარეობს კოორდინაცია. კიდევ ერთი რამე, რაც უნდა მოგახსენოთ, რომ ეხლა თქვენს მერე კოორდინაციის წევრები ხვდებიან გერმანიის ჟურნალისტებს, ძალიან დიდ ჯგუფს, რომელიც სრულყოფილად არის ჩამოსული საქართველოში და ჩვენ გავაცნობთ კოორდინაციასაც და ასევე ყველა დღევანდელ აქტუალურ გამოწვევაზე ვესაუბრებით ამ ჟურნალისტებს. კოორდინაციის ცენტრი აერთიანებს იმ სუბიექტებს, ვინც თანხმდებით, რომ აი ეს არის ახლა ამ წუთას მთავარი თემები. ახალი არჩევნები, სინდის პატრიოტების განთავისუფლება, ქვეყნის ევროპულ ვექტორზე დაბრუნება, არსებობენ სხვა სუბიექტების, რომელსაც შეიძლება განსხვავებული აზრი ჰქონდეთ და ეს აბსოლუტურად ნორმალური მოვლენაა. ჩვენ ვინც თანხმდებით, რომ ჩვენთვის პრიორიტეტები არის ეს თემები, რომელსაც თქვენ მოგახსენეთ, ჩვენ უკვე რეგულარულად ვიკრიბებით და გავაგრძელებთ ამ თანამშრომლობას, გავაღრმავებთ ამ თანამშრომლობას. ჩვენ გვინდა, რომ ეს თანამშრომლობა იყოს ნაყოფიერი და მოუტანოს სიკეთე ამ ქვეყანას და ამ კრიზისიდან გამოყვანას შეუწყოს ხელი. ქართულმა ოცნებამ საქართველოს პარლამენტში შექმნა დროებითი საგამოძიებო კომისია და ყოველ კვირაში თეატრ-ოკეანი საკუთარ საგამოძიებო კომისიის სხდომაზე იბარებს სხვადასხვა ოპოზიციონერ პოლიტიკოს, მათ შორის მამუკა ხაზარაძე ყავდათ დაბარებული და დღეს დააჯარიმეს ის 50,000 ლარით, თუმცა ოკეანის კომისიაზე მისვლას არ აპირებს არც ერთი ოპოზიციონერი პოლიტიკოსი, იმიტომ რომ მათი თქმის ეს კომისია ემსახურება რუსულ საქმეს და არის არალეგიტიმური პარლამენტის მიერ შექმნილი. დღეს კი ოფიციალურად უკვე ყველა ოპოზიციონერი
ოპოზიციურმა პარტიამ ერთხმად სალომე ზურაბიშვილის თაოსნობით განაცხადა, რომ არ მივლენ ქართული ოცნების საგამოძიებო კომისიაზე და დღეიდან უკვე თეა წულკიანმა იცის, რომ ვინც არ უნდა დაიბაროს ოპოზიციონერი პოლიტიკოსები პარლამენტში, არც ერთი მათგანი იქ არ მივა და არც ერთ მათგანს თეა წულკიანის და ქართული ოცნების ჯარიმების და ციხეში გაშვების არ ეშინია.